ადამიანს ყოველთვის ერთი წიგნი გადაშლილი უნდა ჰქონდეს. აი შეგეკითხა ვიღაც რომ დღეს ამჟამად რა წიგნს კითხულობ? და შენ გაგახსენდა რომ ამჟამად კი არა 1-2 წელი არ წაგიკითხე არაფერი. ეგ არ ვარ. ეგ ქრისტიანის ცხოვრების წესი არ არის. ქრისტიანის ცხოვრების წესი არის რომ მას წიგნი აქვს გადაშლილი ეტყვი. აი დღეს წმინდა აბა დოროთეს სწავლანს კითხულობ. და რიგში დგას და წმინდა პაისიათონელი წავიკითხო. თუ წმინდა ისააკასური, თუ წმინდა იოანე სინელი წავიკითხო, თუ წმინდა კასიანე რომაელი. სხვათა შორის დღეს არის ხსენება წმინდა იოანე კასიანე რომაელისა. და მე გირჩევთ, ესე იგი წაიკითხოთ, მისი სიტყვა არის 8 მომაკვდინებელი უნებისა და მისი წამალი, ესე იგი რა არის, რა იქნება სათნოებები. ძალიან კარგად გასაგებად არის ნათქვამი და დაწერილი ძალიან კარგია, ესე იგი თქვენ შეგიძლიათ სათნოებად მოყარეობაში არის მათი ეს ნაშრომი და შეგიძლიათ ეს წაიკითხოთ და ესე იგი სულ რაღაცას უნდა კითხულობდეს. რატომ უნდა კითხულობდეს ახლა? ერთი ვთქვით რატომაც რომ სახარება გაიგოს და მეორე ახლა ჩვენ ვიცით რომ მოსეს ღმერთი ეცხადებოდა და ელაპარაკებოდა, აბრაამს ელაპარაკებოდა, ნოეს ელაპარაკებოდა. მაგრამ ჩვენ ესე ვერ ვიგებთ ღვთისნათქვამს. შეიძლება ჩვენც გველაპარაკება, მაგრამ ჩვენ ვეღარ ვიგებთ უკვე. იმდენად გაუხეშთა ჩვენი გული და გონება ვერ ვიგებთ პირდაპირ ღვთისგან. თორემ წმინდა ანტონი დიდმა წერა-კითხვა არ იცოდა. მაგრამ ის არის ქრისტიანობის საზომი და შუქურა და მაგალითი. და რომ კითხეს, რომ თქვენ არ იცითო წერა-კითხვა და მან კითხა, რომ კითხვითო უპასუხა, რომ შენ როგორ ფიქრობ? ჯერო დამწერლობა შეიქმნაო თუ ჯერო გონება შეიქმნაო? ჯერ რომელი შეიქმნა? ჯერ გონება შეიქმნა და თუ იმ გონებას ღმერთი ისედაც ეუბნება იმას, რაც წიგნით ჩვენ უნდა წავიკითხოთ. მას არ ჭირდება ის წიგნი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ის წიგნი. ჩვენ არა ვართ არც ანტონი დიდი და არც მოსე და არც ელია თესბიტელი და ამიტომ ჩვენ ეს გვჭირდება. ესეც ადამიანის თამდაბლობა, რომ გადაშალო და შენ რო გონია ისე კი არ გქონდეს სოფხედელობა ჩამოყალიბებული. არამედ როგორც ღმერთი წმინდა მამათა მიერ გეუბნება. აი ისე გქონდეს მოწყობილი. მერე რა არის კიდე რა ახლავს ხოლმე ამას? ამა თუ წმინდა მამის ცხოვრების თუ ნაწერების კითხვას, რომელიღაც წმინდა მამის ცხოვრება განსაკუთრებით მოგეწონება. განა იმიტომ რომ სხვა ნაკლები იყო, არა, შენს გულთან ეს უფრო ახლოს მოვიდა. აი მაგალითისთვის ვიტყვი ხა რაც უნდა ვნახოთ ჩვენ წმინდა პაისიათონელის ცხოვრება. ჩემთვის ნამდვილად ესეა. აი ხო მრავალი წმინდა მამის ნაშრომი წაგვიკითხია, ბევრი რაღაც გაგვიგია, მაგრამ ისე კარგად როგორც მისი ნაწერებიდან ესე კარგად ვერ ვიგებ სხვისგან. რაღაცა ჩემთვის ეს არის, მე ეს ვიპოვე. სხვამ შეიძლება სხვა იპოვოს, სხვამ კიდე სხვა იპოვოს და აღმოაჩენ იმას, რომლისგანაც შენ ყველაზე უკეთ იგებ. რა არის ქრისტიანული ცხოვრება?